მოკლედ ხალხო, ძვირფასებო, როგორც შევნიშნე, ეს გინდოდათ, არა? როგორც ამბობენ. ყველაზე მეტად თქვენ გაინტერესებდათ მე-12, მე-14 ტესტების ახსნა, ხო ასეა. ეს ის ტესტებია, რაზეც ჩემ მოსწავლეებს ყოველთვის ეუბნებოდი, რომ აქედან დაიწყეთ გამოცდის კეთება და წელსაც, ვინც აქედან დაიწყო გამოცდის კეთება მე-12-დან, ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მართლა გავიდა გამოცდაზე და შეეჭიდა და სცადა, 100%, 100-დან 100% გააკეთებდა ამ დავალებებს და ჩააბარებდა ლოგიკის გამოცდას ისევე როგორც წინა წელს. და იმის წინ, ხო და მოკლედ ნახოთ, აბა რა ხდებოდა. ეს ვიდეო არა მარტო ჩემი მოსწავლეებისთვის, არამედ ნებისმიერი მსმენელისთვის, ვინც პატივს სცემს და მაღიარებს როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ და ნამდვილ ლოგიკოს საქართველოში. და ამით მოვრჩი ჩემ თავზე საუბარი, ეხლა გადავიდეთ უკვე ამოცანებზე. 7-მა A, B, C, D, E, F და G მოხალისე უნდა მონიშნოს საუღელტეხილო ბილიკი. ბილიკი 3 სექციისაგან შედგება. მათგან 2-ზე ჭველბსა და კალაზე 3-3 მოხალისე იმუშავებს, ხოლო მესამეზე ლაფტარზე 1. ცნობილია, რომ თითოეული მოხალისე მხოლოდ ერთ სექციაზე იმუშავებს. A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ, A და B სხვადასხვა სექციებზე იმუშავებენ, თუ F კალას სექციაზე იმუშავებს, მაშინ E ჭველფის სექციაზე იმუშავებს. ეს F რო კალას სექციაზე იმუშავებს, რეალურად ეს პირობა ნიშნავს, რომ თუ F კალაზე იმუშავებს, კი მაგ დროს იმსჯელეო, რომ E ჭველფზე გაუშავო, მაგრამ თუ F კალაზე არ იქნება, მაშინ რაც გინდა მოხდეს. ხო? პირველი პირობა ეხლა ყველგან შესრულებული იქნება, იმიტომ რომ ლათინურ ასოს აქ მეორედ არ გაგიმეორებენ და მასეთ მარტივ ქულას არ მოგცემენ, ხო? თითოეული მოხალისე ერთ სექციაზე იქნება, აბა სად იქნება, 2-ზე რო იყოს, ძალიან მარტივი გამოცდა გამოდის, მაშინ და უმარტივესი ტესტი. კაი, დავიწყოთ აი 4 პირობის ჯელობით, ამოვირჩიოთ A და ყველას შევადაროთ. A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, ეგრეა ჭველფზეა, C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ, ეგრეა ჭველფზე არიან, A და B სხვადასხვა სექციებზე იმუშავებენ, ეგრეა, A და B ჭველფზე და კალაზე არიან და თუ F კალას სექციაზე იმუშავებს, აი ნახე, კალაზე მართლაც F-ია. მაგ შემთხვევაში მაშინო E ჭველფის სექციაზე იმუშავებსო და E ჭველფზე კი არ არის, ლაფტარზე, ამიტომ ეგ იქნება დარღვევა. და ბოლო პირობის დარღვევის გამო ავერსია გამოირიცხა. შემდეგ იგივე პირობები. A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, A-ს უყურებდა კალაშია, ამიტომ მეორე B პასუხი გამოირიცხა. G ვერსია C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ, C და G ჭველფზე და კალაზე არიან, ამიტომ ეგენი რა თქმა უნდა ეგ პირობა გამოირიცხა. შემდეგ D ვერსია A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, ეგრეა. C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ, მასეა A და B სხვადასხვა სექციაზე იმუშავებენ. დიახ, მასეა სხვადასხვა სექციაზე არიან A და B და თუ F კალას სექციაზე იმუშავებს, F კალას სექციაზე არ მუშაობს, ამიტომ რაც გინდა მომხდარა და D გამოდის სწორი პასუხი, ხო? რა მოხდა ბოლოში, თითოეული მოხალისე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ სექციაზეა, A ჭველფის სექციაზეა, კი C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენო და C და G სხვადასხვა სექციაზე არიან. აი, დიდი შეცდომაა რა, რბილად რო გითხრა, პირველიდან გამოცდის დაწყება, უნდა დაიწყო მე-12-დან. ყოველთვის ამაში თავაგონებდი ჩემ მოსწავლეებს და არც თუ უსაფუძვლოდ, არა, მე-12-ზე მარტივი ქულა საქართველოში არც ერთ გამოცდაში არ არის. და არც იქნება, სანამ ეს სამაგისტრო გამოცდა იარსებებს. უმარტივესი რაღაც გამოვიდა. შემდეგ. შემდეგისთვის მომიწევს, რომ ცოტა გავასუფთავო რაღაც სივრცე, რომ მე გადმოვიტანო ის პირობები, რაც საჭიროა რა. და თან დაგელაპარაკები რაღაც საინტერესო თემებზე.
მაგალითად იმაზე, რომ ბილიკი 3 სექციისგან უნდა შედგებოდეს და 2-ზე ჭველბსა და კალაზე სამ-სამი მოხალისე იმუშავებს, ხოლო მესამეზე, ანუ ლაფტარზე 1, ხო? და A-დან G-ს ჩათვლით გვაქვს ეს ხალხი, ხო? გვყავს. ეს არ უნდა დავიწყდეს, რომ ჭველბსა და კალაზე სამ-სამია და მესამეზე ლაფტარზე 1. და რა თქმა უნდა ლათინური ასოებიც გადმოვიტანოთ ABCDFG. კარგი. აბა ვნახოთ ახლა რა მოხდება. მოდი დავწერ ამას. პირველი იყოს ლაფტარი. Lufthansa, იცი რა არის? ლაფტარი დავწეროთ პირველი. მეორე იყოს ჭველფი სიტყვაზე და მესამე იყოს ეს დარჩენილი რაც არის კალა, ხო? ლაფტარი პირველი რატო დავწერე? იმიტომ რომ ერთი კაცი უნდა იყოს მან და მოდი ეგ პირველი იყოს, დანარჩენი ჭველფსა და კალაზე ორი კაცი უნდა იყოს, ხო? სამ-სამი უпростоრად. ხო, მოკლედ მე-13, თუ A და F ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელი იქნება აუცილებლად მცდარი. არ ამგონია ეს ძნელი კითხვა იყოს, იმიტომ რომ A და F ერთსა და იმავე სექციაზე ლაფტარში ვერ იმუშავებენ, იმიტომ რომ ლაფტარში უნდა იმუშაოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა. ვერც კალაში ვერ იქნებიან A და F, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირობის თანახმად ცნობილია, რომ A ჭველფის სექციაზე იმუშავებსო. ამიტომ თუ A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, ჩაწერე შენც A ჭველფში რას კარგავ და იქვე მიაწერე F-ი, ხო? და ვნახოთ აბა აქედან რა გამოვიდა. გამოვიდა ის, რომ რა თქმა უნდა ჯერ წყობა უნდა დაალაგო და მერე შეადარო სავარაუდო პასუხებს. გამოვიდა ის, რომ რადგანაც ლაფტარი ეულად უნდა იყოს, ანუ მარტო, ერთ-ერთი პირობა გატყობინებს, რომ C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენო. ეგ ლაფტარში ვერ ჩაიწერება. იმიტომ რომ თუ ლაფტარში ჩაიწერა, დაირღვა პირობა, ლაფტარში ერთი კაცი უნდა იყოს. სხვათა შორის ვერც ჭველბში ჩაიწერება C და G, რომლებიც ერთსა და იმავე სექციაზე უნდა იყონ, იმიტომ რომ ეს გამოდის 4 გახარჯული წევრი და დაგრჩა 3. და მაშინ 3-ვე კალაში უნდა გაუშვა, იმიტომ რომ სამ-სამი მოხალისე უნდა იყოს კალასა და ჭველბზე და ლაფტარზე თუ ერთს გაუშვებ, კალაში 2 რჩება. ამიტომ ყველა ვარიანტში C და G უნდა იყოს კალაში. კომასია. დანარჩენი უკვე გადანაწილების ამბავია რა. ნახე, A გაიხარჯა, გადავხაზოთ, F-ი გახარჯულია, C და G ჩავსვით და BD S ტრიალის ამბავია რა. და მაგას დავაბზრიალებთ ახლა შეძლების დაგვარად, იმის მიხედვით თუ რა იქნება საჭირო. კითხვა არის ჩამოთვლილი ესე, კითხვა ჟღერს ესე, ხო, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელი იქნება აუცილებლად მცდარი. ანუ რა ვერ მოხდება ვერასოდეს. ვერასოდეს ვერ მოხდება ის, რომ C ჭველფის სექციაზე მუშაობდეს, იმიტომ რომ თუ C ჭველფზეა, მაშინ G-ც მოსდევს და 4 კაცი ჭველფზე შეუძლებელია იყოს, ხო? მაშინ იკითხავს, ხვები რატომ არის შესაძლებელი? აი ნახე, E ლაფტარზე გაუშვათ. A და B სხვაგან უნდა იყვნენ, ერთ-ერთი პირობის თანახმად სხვადასხვა სექციებზე, კალაზე წავიდოდა B და დარჩენილი არის D და D იქნებოდა ჭველფზე. აბა შესრულდა თუ არა ყველაფერი. ნახე, ჭველფზე და კალაზე 3-3-ია, ლაფტარზე 1-ია. A ჭველფზე არის, C და G ერთსა და იმავეზე არიან, A და F პირობის თანახმად ერთსა და იმავეზე არიან ჭველფზე და თუ F-ი კალაზე იმუშავებს, არ მუშაობს და მორჩა, დაიკიდებ მაგ პირობას, აღარ გაინტერესებს და ამიტომ მეორეც გამოირიცხა E ლაფტარის სექციაზე იმუშავებს, ძალიან ჩვეულებრივაა შესაძლებელი, ხო? დავაბზრიალეთ და დაემთხვა რა. ხო? ნახე, ისიც გამოვიდა D პასუხი B კალას სექციაზე იმუშავებს, ფრიად შესაძლებელია რა. მაშინ იკითხავ, დარჩა G და E, D კალას სექციაზე იმუშავებს და E ჭველფის სექციაზე იმუშავებს. ეგენი როგორ გადანაცვლდებაო, ხო? რა ვიცი, ცადე და ნახავ რომ გამოვა რა. D კალას სექციაზე ჩაწერე. E მიუწერე მაგალითად ჭველფს და B გადაიტანე ლაფტარში. ნახე,
A ჭველფზეა, A და F ერთად არის, C და G ერთად არის, A და B სხვადასხვა სექციაში არიან, თუ F კალაზე არის, არ არის კალაზე და მორჩა. და მაგით დავასაბუთეთ, რომ შესაძლებელია E ჭველფის სექციაზე იყოს, შესაძლებელია D კალას სექციაზე იყოს ამავე დროს, ხო? მაგრამ ვერასოდეს მოხდება, რომ C ჭველფის სექციაზე იყოს, იმიტომ რომ A და F თუ სადმე ჩაიწერება, ეს ვერც ლაფტარი იქნება, იმიტომ რომ მანდ ორი კაცი არ შეიძლება, ვერც კალაზე, იმიტომ რომ A უნდა იყოს ჭველფზე და A და F თუ ერთად არიან, ჭველფზე არიან, C და G თუ მიემატა მაგას, ძალიან გაივსება იქაურობა, ამიტომ ასეთი რამე არ გვაწყობს და ეგ იქნებოდა სწორი პასუხი, ხო? კაი, შემდეგი ტესტი გახლავთ და ჟღერს შემდეგნაირად. ნუ მე რა უნდა გავაკეთო ეხა, იცი? მე ზევითა მომიწევს ეხა წავშალო, იმიტომ რომ მანდ უნდა გადმოვიტანო პირობები, რომ მთლიანად გამოჩნდეს მთელი კითხვა, ამიტომ კიდევ ერთხელ დაგელაპარაკები სხვადასხვა საინტერესო თემაზე. მაგალითად, ამ ამოცანის ფარგლებს რო გავცდეთ, ჩემი აზრით, რთული ლოგიკური მსჯელობა არ ყოფილა. საშუალო სირთულის იყო, როგორც წინა წელზე ცოტა გამარტივებული და იყო კი რამდენიმე საფიქრელი და რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერი მათ შორის ხმა მომივიდა, რომ მე-15, მე-17 ძალიან ძნელი იყო. ძნელი არ იყო, უბრალოდ დროს მოითხოვდა და მაგიტომ უნდა დაიწყო მე-12-დან, რომ მთელი დრო იმას მოახმარო და უნდა იმედოვნებდე, რომ არ გაჭედავ რა. ხოლო თუ შეატყე რომ გაჭედე, უნდა პირველზე გადახვიდე და ეგ იქნება რა. პირველიდან დაიწყებდი, ხო? მივალთ მაგამდეც, რავი, რა გვეჩქარება ჯერ მეორე დღე, პირველი დღე არ არის გამოცდის მერე, უკვე რამდენი ვიდეო აგიტვირთე, ხო? ბევრს მოვასწრებთ იქამდე. მოკლედ რა ხდება? იმედია რომ ამაში რაღაც ქულები მოაგროვე და იმედი მაქვს მე-14-ც დაგემთხვევა. ლაფტარი, ჭველფი და შემდეგი იყო რაინის სატეხებია რა. კალა. ამითიც ამოწმებენ რა, ჰიპოთეტური აზროვნება რამდენად შეგიძლია. ხე შენ ცხოვრებაში არასოდეს არ შეგვხვედრია ლაფტარი, ჭველფი და კალა და არც არასოდეს შეგვხვდება თუ დაპაიკებას არ დაიწყებ რაღაცა პლატების კალა იქ საჭიროა, მაგრამ დანარჩენები ზე რა გითხრა, ხო? მოკლედ მე-14 იყო ესეთი ჩამოთვლთაგან რომელი პირობაა საკმარისი იმის ცალსახად დასადგენად, რომელია საკმარისი ნიშნავს რომელი პირობაა საკმარისი იმის ცალსახად დასადგენად, თუ რომელი მოხალისე რომელ სექციაზე იმუშავებსო. ხო, ანუ რო ჩასვავო რა, აი ამ A-ს, B-ს და ასე შემდეგ, ხო? რომელი პირობის შემთხვევაში შეივსება ცხრილი 100%-იანი სიზუსტით, ისე რომ კითხვის ნიშანი არ არსებობდეს. აბა ვნახოთ, პირველი, A და E ჭველფის სექციაზე იმუშავებენ, A და E ჩავწეროთ ჭველფზე. შენ უკვე დაამუღამე ამ ამოცანის არსი და რა თქმა უნდა C და G შეუძლებელია ჭველფთან ჩაიწეროს და ლაფტარში ერთი კაცი უნდა იყოს, ამიტომ C და G აუცილებლად კალაზე უნდა დაიწეროს. ესე იგი, გაიხარჯა რა? A, გაიხარჯა E, გაიხარჯა C, გაიხარჯა G და დარჩა B, D, F. ეხლა როგორ გადანაწილდებოდა ეგ? ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია რომ F-ი გაუშვა კალაში. იმიტომ რომ თუ F-ს კალაში გაუშვებ, მაშინ E ჭველფის სექციაზე იმუშავებსო და ამიტომ F-ი კალაში ვერ იქნება, მაგრამ აი ჭველფზე რო ჩაწერო, შესაძლებელია. მაშინ B რო გაუშვათ სიტყვაზე ლაფტარში და D რო იყოს კალაში. არ ვიცი, გადავამოწმოთ სწორია თუ არა. A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, ეგრეა, C და G ერთსა და იმავე სექციაზე მუშაობენ, კი? A პირობაც დაცულია, რომ A და E ჭველფის სექციაზე იმუშავებენ, ეგეც მოსულა, A და B სხვადასხვა სექციებზე არიან და თუ F-ი კალაზეა, მაშინ რაღაცა F-ი კალაზე არ იქნება, ამიტომ რაც კიდე მოხდეს. მაგრამ ეს არის პასუხი? მე ვთვლი, რომ არა, იმიტომ რომ ლაფტარში შესაძლებელი იყო D-ს გადატანა და კალაში B-ს ჩამოტანა. შევამოწმოთ, რამდენად სწორია ეს ყველაფერი. A ისევ ჭველფზეა, C და G ისევ ერთად არიან, A და B სხვადასხვაგან არიან, თუ F-ი კალაზეა,
არ არის კალაზე და რაც გინდა მოხდეს და სამსამი მოხალისე ყავს ჭველბსა და კალაზე და ლავტარზე D არის, ხო? წეღან B იყო. ამიტომ ოთაშორის მე მგონი კიდე ერთი ვარიანტი არსებობს. აქ ლავტარში რო ავიტანოთ F-ი, B რო ჩამოვიტანოთ სიტყვაზე კალაში, რო A და B ერთად არ იყონ და D იყოს ჭველბზე რა პრობლემაა? არანაირი პრობლემა აქ არ არის. ამიტომ რამდენიმე ვარიანტი შეიქმნა და A და S ჭველბის სექციაზე მუშაობა არ გაძლევს იმის გარანტიას თუ ვინ სად იმუშავებს და სად მოექცევა. მე მგონი ეგ განგიმარტე ნათლად რატომაც, ხო? შემდეგ D და E კალას სექციაზე იმუშავებენ. D და E კალას სექციაზე. თუ D და E კალას სექციაზე მუშაობენ, ერთ-ერთი პირობის თანახმად C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ. მაშინ აუცილებელია, რომ C და G არ იყოს კალაში და არ იყოს ლავტარში და იყოს ჭველბში C და G. ეხლა აქ დაკვირვებაა საჭირო, მაგალითად F-ი ვერ ჩაიწერება კალაში. იმიტომ რომ რეალურად კალაში თუ არის F-ი, მაშინ E ჭველბში უნდა იყოს და E უკვე კალაშია. მაგრამ კიდე ერთი რამის დამატება შეიძლება აქ. კერძოდ A ჭველბის სექციაზე იმუშავებსო, რო წერია A-ს ჩაწერდი ჭველბზე და ჭველბი მთლიანად შეივსო. და შესაბამისად, თუ შენ F-ს ჩაწერ კალაში, მაშინ E უნდა ყოფილიყო ლავტარში, რაც უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ ავტორი გთავაზობს D და E კალას სექციაზე იმუშავებენ. ამიტომ იძულებული ხარ, რომ ლავტარში გაუშვა F-ი და B დარჩა კალაში ჩამოვიდოდა და როგორც ჩანს, აი ეს არის ის პასუხი, რაც შეუძლებელია, რომ დუპლიფიცირდეს, ანუ შეუძლებელია, რომ მისი კლონი რაიმენაირი ასოების გადანაცვლებით შეიქმნას. შევადაროთ სხვა ვერსიებს და დავადასტუროთ, რომ მართლაც ეს არის სწორი პასუხი. სხვა ვერსიები თუ არასწორია, მაშინ მათ უნდა მომცენ მე ალტერნატივები და არ უნდა მითხრან ზუსტად ვინ სად არის. D და F-ი ჭველბის სექციაზე იმუშავებს, თუ D და F-ი ჭველბის სექციაზე შემოხაზოთ, მაინც კითხვის ნიშანი დავტოვოთ, მაგრამ მაინც D და F-ი ჭველბის სექციაზე იმუშავებს. თუ D და F-ი ჭველბის სექციაზეა, C და G ხო ერთ და იგივე სექციაზე უნდა იყოს, ჭველბთან ვერ იქნება, ძალიან ბევრი გამოდის, ლავტარში მარტო ერთი უნდა იყოს, ამიტომ C და G კალაში უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ეხლა ნახე რა ხდება. ბოლო პირობა არ გვაინტერესებს. თუ F-ი კალას სექციაზე იმუშავებს, E ჭველბზეა, ეგ აღარ გაინტერესებს, იმიტომ რომ F-ი კალაზე არ არის, ხო? ეხლა შენ რა დაგრჩა რეალურად? D და F-ი გახარჯულია, C და G გახარჯულია და დაგრჩა რეალურად A, B და E. როგორ გადანაწილებ ეხლა მაგას? აბა ჩავწეროთ ლავტარში A, B ჩავწეროთ ჭველბში და E იყოს კალაში. თუ მოხდა ყველაფერი. არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ A ჭველბზე უნდა მუშაობდეს. ამიტომ მაგ ეჭვს რო აიღებდი, რომ A შეიძლება თუ არა ლავტარში იყოს, ხო? წაშლიდი ამას და რადგანაც იცი შენ ავტორის თანახმად, რომ D და F-ი ჭველბის სექციაზე უნდა მუშაობდეს, მაგათ გვერდს და მხარს დაუმშვენებს A იქვე, ანუ ჭველბი მთლიანად შეივსება რა. ეხლა წეღანად შეივსო მთლიანად და მაშინ იტყვი რაღა განსხვავება არისო? განსხვავება არის ის, რომ დარჩა B და E. და B და E შეგიძლია თანაბრად გადაანაწილო ლავტარზე და კალაზე. ნახე, B თუ იქნება ლავტარში და კალაზე იქნება E, რამე თუ დაირღვა. A ჭველბზეა, C და G ერთად არის, A და B სხვადასხვაგან არის, თუ F-ი კალაზეა, არ არის და მორჩა. ჭველბზე და კალაზე სამ-სამია, ლავტარზე ერთი. სწორია. მაგრამ რა მოხდება თუ გაუცვლი მათ ადგილებს, ლავტარზე E რო იყოს და კალაზე იყოს B? მგონი არაფერი. A ჭველბის სექციაზე იმუშავებს, C და G ერთ და იგივე სექციაზე არიან, A და B სხვადასხვა სექციაზე არიან, თუ F-ი კალაზეა, არ არის და მორჩა. ჭველბზე და კალაზე სამ-სამი არიან, ლავტარზე ერთია და ამიტომ ორი ვარიანტი გაქვს რა და D და F-ი ჭველბზე რო არის,
10 მანდი იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ აი B და E ნაცვლდება და ცალსახად ვერ იტყვი რომელი მოხალისე რომელ სექციაზე იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი სწორ პასუხად არ უნდა მივიჩნიოთ, ხო? შემდეგ D და E ჭველფის სექციაზე იმუშავებენ. აბა ჩავწეროთ D და E თუ ჭველფის სექციაზე იმუშავებენ, ეს ჭველფი კაი პირობაა, იმიტომ რომ თან ისიცი რომ 10 ჭველფზეა და ძალიან მარტივია მაგ ხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წყობაა, რაც მინახავს, D-ა, ანუ სახელი D არ ვიცი, მაგრამ D, E და A უეჭველი ერთად იქნებიან ჭველფზე, C და G ხო ერთად უნდა იყონ ერთ და იმავე სექციაში, ლავტარში ვეღარ იქნებიან ჭველფზე, ძალიან ბევრი გამოდიან, ამიტომ კალაში ჩავწეროთ C და G და ვნახოთ რეები გაიხარჯა. ვარდისფრად აღვნიშნავ ამჯერად, D გაიხარჯა, E წავიდა, A წავიდა, C წავიდა და G წავიდა. დარჩა B და F. ეხლა შენ შეგიძლია B ჩაწერო აქ და F ჩაწერო აქ და მაშინ აღმოაჩენ ძალიან საინტერესო რაღაცას. რომ როდესაც შენ B ჩაწერე ლავტარში და კალა ჩაწერე F-ში, კი A ჭველფზეა, C და G ერთ და იგივე სექციაზე არიან, A და B სხვადასხვა სექციაზე არიან და აი ამოქმედდა ბოლო პირობა, თუ F-ი კალას სექციაზე იმუშავებს, მაშინ E ჭველფის სექციაზე იმუშავებს და კი არ გეწინააღმდეგება, დაცულია ეგ პირობა მაგ თვალსაზრისით, შეიძლება მოხდეს ეგ. მაგრამ ასევე შეიძლება მოხდეს ის, რომ ერთ-ერთში ხო შესრულდა F-ი კალაში იყო და E იყო ჭველფში, მაგრამ ირიბათად შეგიძლია შეასრულო F-ს ლავტარში გადმოიტან და რასო იყო B როგა იყოს კალაში. ნახე ყველაფერი მოხდა. A ჭველფზეა, C და G ერთად არიან, A და B სხვადასხვა სექციაზე არიან, თუ F-ი კალას სექციაზე იმუშავებს, არ მუშაობს და მორჩა რა. და D და E ჭველფის სექციაზე იმუშავებს, არასწორი ვარიანტია იმ თვალსაზრისით, რომ B და F-ის ალტერნატივები იქმნება, ხო? და ბოლო რა არის ბოლო? ბოლო გახლავთ ის, რომ B და G კალას სექციაზე იმუშავებენო. თუ B და G კალას სექციაზე იმუშავებენ, ერთ-ერთი პირობის თანახმად C და G ერთსა და იმავე სექციაზე უნდა მუშაობდნენ. ამიტომ C-ც აქ იქნება G-სთან კალაში. ეხლა ჩვენ ის ვიცით, რომ A ჭველფზეა. ეგეც უეჭველი ჩაიწერება და აი იქ მე მგონი ყველაზე მეტი ვარიანტი იქნება, რატო? იმიტომ რომ ნახე წითლად მოვხაზავ რეები გაიხარჯა და რეები დარჩა. A გაიხარჯა, B გაიხარჯა, G წავიდა და C წავიდა. და დანარჩენი ყველაფერში თავისუფალი ხარ რა. D, E და F-ი დარჩა, ხო? და შეგიძლია როგორ ჩაწერო, აბა სიტყვაზე A და B უკვე გაყოფილია, ეგ პირობა უკვე შესრულებულია. A ჭველფზეა, უკვე შესრულებულია. C და G ერთად არიან. და F სკალაში ვეღარ ჩაწერ, იმიტომ რომ 4 წევრი არ შეიძლება კალაში იყოს, 3-3 უნდა იყოს. ამიტომ ძალიან თავისუფალი ხარ. F-ი და E შეგიძლია ჭველფზე იყოს და D იყოს ლავტარზე, სიტყვაზე F-ი და D იყოს ჭველფზე და E იყოს ლავტარზე და ასე შემდეგ მეტი ვარიანტით თავს აღარ შეგაწყენ. თუმცა შეიძლებოდა თავის შეწყენა, რატომაც არა A, D, E და F-ი წავიღოთ მაგალითად ლავტარში, ხო? და სხვა. ამიტომ B და G კალას სექციაზე იმუშავებენ, ცალსახა პასუხს ვერ იძლევა. მოკლედ ოფიციალური პასუხი აქ ყველა ვარიანტში დაგვხვდებათ B ვერსია და გავაკეთოთ კიდე ერთხელ, რატო მე არ მეზარება. მაგის მიზეზი იქნებოდა ის, რომ გადანაცვლების ვარიანტი აღარ არსებობს. კერძოდ, თუ D და E კალას სექციაზე მუშაობს, დავადასტუროთ, რომ მართლაც ეს არის სწორი პასუხი. D და E თუ კალას სექციაზე მუშაობს, ჩვენ ვიცით, რომ C და G ერთსა და იმავე სექციაზე იმუშავებენ. ესე იგი, უეჭველი ჭველფზე იქნებიან, სხვაგან ვერ ეტევიან. აქვე არის A. ხო და F-ს ვეღარ ჩაწერ კალაში, იმიტომ რომ თუ F-ი კალაშია, როგორც წელან გითხარი, E ჭველფზე უნდა იყოს, არა და მანდ არ არის E კალაში. ამიტომ ლავტარში გადაიტან F-ს და B ჩამოვა კალაში და ყველაფერი მოხდა, ნახე.
A12-ია, C და G ერთად არის, A და B სხვადასხვაგან არის. თუ F-ი კალაშია, არ არის და მორჩა. A, B, C, D, E, F, G ყველანი დაცული არიან, ყველა პირობა 7-ვე წევრი გამოვიყენე. 12-სა და კალაზე 3-3 კაცი გაუშვი და მესამეზე ლავტარზე მხოლოდ 1. აი ეს არის მეგობრებო, თქვენი ლოგიკის მასტერკლასი. პატარა გაკვეთილი გიობლესტისგან. მოკლედ აიმეებზე მუშაობდით და სანამ ცოცხალი ვარ და მაცოცხლებს ღმერთი და სანამ იარსებებს ეს გამოცდა, ამაზე ვიმუშავებთ მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის და დიდი უგუნურებაა იმის თქმა, რომ მე-12-დან არ უნდა დაიწყო გამოცდა, იმიტომ რომ პირველიდან 11-ის ჩათვლით უფრო რთულია დავალებები, ვიდრე აი ეს 12-14, ამიტომ ეხლა რაღა უნდა გახსოვდეთ, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ბარდება ლოგიკის და თუნდაც რაოდენობრივის გამოცდა გამოუშვით ჩემთან, იმიტომ რომ ჩემზე უკეთეს მასწავლებელს, ტუტორს, მენტორს დამარქვით რაც გენებოთ, ხელმძღვანელს, წინამძღვარს ვერ იპოვით საქართველოში. კარგი, აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, თავის ქებასთან ერთად და ამ პარტაუნებასთან, ქედმაღლობასთან ერთად მოგაწოდეთ ამ ტესტების სწორი პასუხებიც. და ეგეთი ტიპი ვარ რა, მე ბუნებრივი, ნატურალური და მიყვარს ადამიანებთან ლაპარაკი და თან ვცდილობ ხოლმე რომ მე და შენ რაღაც დავიჭიროთ საერთო და არ იყოს მარტო რაღაცა მშრალი ახსნა და პასუხი. აი ეს ტიპი არ ვარ რა, არ დავასახელებ ვიღაცებს, მაგრამ აი აქ ეს არის სწორი პასუხი, აქ ეს, მე სხვანაირად ვცხოვრობ რა. ადამიანთან ურთიერთობის გარეშე, ამაში ეს არის სწორი პასუხი, ეგეთ რაღაცას არავის არ გაუკეთებ არასოდეს. ან ჩემი ხარ, ან საერთოდ არ ხარ ჩემთან რა. მორჩა. კარგი, აბა დროებით ხალხო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ქრისტემ დაგლოცოთ წარმატებები და იმედი მაქვს რომ ამ გამოცდას ჩააბარებთ. თუ არა და მომავალი წლიდან გელით თქვენი ერთგული და გულშემატკივარი განუმეორებელი გიობლესტი. აბა ყოჩაღად, არასდროს დაკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული. მადლობა დიდი.